ბოლო პერიოდში ყველა ნახავდით სოციალური ქსელები აივსო კადრებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, სადაც უპრეცედენტო რაოდენობის თოვლი მოვიდა. და ამ გლობალურ სურათს, რა თქმა უნდა, საქართველოს შეუერთდა ციკლონმა, რომელმაც რეგიონში ამინდი მკვეთრად შეცვალა, ნალექი ტემპერატურის ვარდნა და ძლიერი ქარები მოიტანა. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებსა და კვირებში. სტუდიაში ჩვენთან მობრძანდა მეტეოროლოგი თამარ პაპაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოდან, რომელიც გვესაუბრება ბოლო დღეების ამინდზე, მოსალოდნელ პროგნოზზე და ასევე იმაზე, თუ როგორ იწინასწარ მეტყველებდა ამინდი საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. და რა ვიცი, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, აგვიხსენით, რატო შეგვცივდა, რატო დაგთოვლა, როდემდე? ის კითხვა მე რომ მიყვარს ხოლმე კითხვა, როდემდე? აი ესეც რო გითხრათ, მოგესალმებით. ნუ რატომ, იმიტომ რომ ესე ხშირად ვამბობთ ხოლმე ამ ფრაზას, თუმცა ეხლა ნამდვილად ეს ძალიან უხდება. ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია, რა თქმა უნდა ეს, თუმცა ის როგორც განვითარდა ეხლა ეს პროცესი, ნამდვილად იშვიათი განვითარება იყო საქართველოს ტერიტორიისთვის. და რაში გამოიხატებოდა ეს ძირითადად იმაში, რომ აი მაგალითად იგივე თბილისზე რო ვილაპარაკოთ და ყველანი მონსტრები ვართ ამას ხო, განუწყვეტლი 41 საათის მანძილზე შეუჩერებლივ თოვდა. ანუ რო დაიწყო 17-ში, საღამოს 10 საათზე 20 რიცხვის დილის 9 საათამდე და ჯამში გამოვიდა 59 საათი იყო ნალექი თოვლის სახის ინტენსივობა ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა, სუსტდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ შეჩერებოდა და ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, მონაცემი აი როდესაც დაიწყო უკვე აი ამას დაკვირვება, დაახლოებით 93 წლიდან მსგავსი რამე არ ყოფილა. ნუ არც მანამდე ვთქვა, ციკლონზე საკმაოდ 2006-ში მახსოვს რაღაცა ძალიან დიდი. 2006-ში იყო, 10-შიც, 12-ში, 88-ში იყო ძალიან ინტენსიური თოვა თბილისში და სხვათა შორის აი ამ წელს თოვლის საფარი დაახლოებით 40-45 სანტიმეტრი იყო. ეს სადგურზეა საუბარი, აი ვაშინგტონის სადგურზე. ეხლა 18 სანტიმეტრი იყო, ნალექი ჯამში სადღაც 30 მილიმეტრამდე მოვიდა, 18-ში, 19-ში, აი დღის მანძილზე. ნუ ეხლა გარეუბნებში რა თქმა უნდა არ არის ლაპარაკი, ხო იქ ვნახეთ ყველამ რა სურათიც იყო. რადგან აი ამ სტატისტიკაზე და იშვიათობაზე ვსაუბრობთ, ნუ ბუნებრივია და ისედაც ვხვდებით, რომ ეს არ იყო თბილისისთვის დამახასიათებელი და ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ნორმალური მოვლენა. ეს ყველაფერი აი ციკლონის შემოსვლამ და კი რა თქმა უნდა, ციკლონმა განაპირობა ძალიან მძლავრი ესეთი სისტემა წარმოიქმნა ჯერ თავდაპირველად ხმელთაშუა ზღვაში, მერე უკვე შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირები, ნუ საქართველოსთვის ეს არის სამხრეთ დასავლეთ ტერიტორიაზე და ამასთანავე ძალიან დიდი რაოდენობით ესეთი მძლავრი ცივი ჰაერის მასები იყო ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და აი ამ ორი მომენტის ურთიერთქმედებამ უკვე გამოიწვია ისეთი ტიპის ღრუბლების წარმოქმნა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხანგრძლივი, თუმცა ეს შედარებით უფრო სუსტი ინტენსივობის თოვა და ზუსტად ესე მოხდა ეს ამის დასაცავად უნდა ველოდოთ, შეიძლება თოვა არა, ანუ ისიც მაინტერესებს მომდევნო დღეების ამბავი, მაგრამ ყინვა იქნება ამ სიცივეზე. მე და მარიკას არ მიყვარს ყინვა და სიცივე. არა, ციკლონი არ მობრუნდება, უბრალოდ აი სინოპტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ახლა უკვე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ აი როდესაც ღრუბლიანობის მერე ხდება სრული მოწმენდა და ეს რადიაციული გადაციების ხარჯზე უკვე ანუ ძალიან დიდი რაოდენობით კარგავს დედამიწა მიწის ზედაპირის სითბოს და შესაბამისად მიწისპირა ფენაში ქვევით ძალიან ციუდება და შესაბამისად ქარის ჩადგეს არ უნდა დავწევთ. არ უნდა დავწევთ. ყინვა გარდაუვალია და ეხლაც უკვე ხა თბილისში არ იყო ძალიან დაბალი ტემპერატურები ვთქვათ სიტყვაზე, იმიტომ რომ განუწყვეტლივ თოვდა -2 ვთქვათ 0 გრადუსის ფარგლებში დღითითად და ღამითად სხვათა შორის. მაგრამ აი მაგალითად კახეთში -10 იყო წუხელ უკვე დედოფლის წყაროში, ხო? აი ასეთ პროგნოზს ტელეფონით გვაჩვენებს ხოლმე რომ შეიძლება ღამით -10-მდე, -8-მდე ავიდეს რა დაეცეს ტემპერატურა და ესეთი პროგნოზი როცა არის ხოლმე ნაჩვენები, ეს რეალური მარჟაა, შეიძლება მართლა დავარდეს თუ გაფრთხილების მაჩვენებელია თუ არა, რა თქმა უნდა, არა, შესაძლებელია, ძალიან ესეთი მაღალ დონეზეა უკვე განვითარებული, აი თქვა სიტყვაზე იგივე ეს მობილური აპლიკაციები და აქვე აი ვისარგებლებ შემთხვევით ვიტყვი, რომ ჩვენიც გვექნება სულ ცოტა ხანში, ანუ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქართული, დიახ, იქნება აუცილებლად მობილური აპლიკაცია და ესეთი თქვა გაფრთხილების რუკები
ასე ვთქვათ, რეგიონების მიხედვით, სადაც აი ვთქვათ, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერით იქნება გაფერადებული ის რეგიონი, სადაც რა საფრთხეს ველოდებით, ხო? ეს იქნება ვთქვათ, ჩვენი კუთხით, მეტეოროლოგების კუთხით ძლიერი წვიმა, ან თოვლი, ან ქარი, ან ვთქვათ, ტემპერატურის დაკლება, ან პირიქით მომატება, რაღაცა გვალვიანი დღეები ზაფხულში და რა თქმა უნდა, ჰიდროლოგების და გეოლოგების კუთხითაც ეს არის წყალდიდობა, წყარმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ძალიან ისეთი სისტემა. ეს აუცილებლად როდისთვის იქნება ეგ ამბავი? მალე უკვე იქნება. კი ბატონო, ერთი რა მინდოდა იმ ტელეფონმა თვითონ ხო არის ეს არაფერი, რაღაცას ეყრდნობა. ჩვენ შესაბამისად ჩვენი პროგნოზი რას ვეყრდნობით და საქართველოში აი როგორ რაზე ვართ და ესე იგი დამყარებული არის ჩვენი პროგნოზები რაზე, აი ეს ჩვენი სისტემა. ჩვენი სისტემა ძირითადად ეხლა უკვე ძალიან ვამაყოთ ჩვენ აი გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამ ამბით 22 წლიდან საქართველო გახდა ევროპის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრის ასოცირებული წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად მთელ პროდუქტზე თუ კი რამეს აწარმოებს, ასე ვთქვათ, აი ეს ცენტრი გვაქვს ჩვენ. ანუ არაჩვეულებრივი რამეა, უამრავი პროდუქტია და რა თქმა უნდა ეს მეტყველებს იმას, რომ უნდა კიდევ უფრო განვითარდეს და უფრო მეტად ხარისხიანი გახდეს, თქვათ და გამართლიანობის კუთხითაც უფრო კიდევ უფრო ისეთი რაღაც მიუახლოვდეთ რაღაც იდეალს, ასე ვთქვათ. ეს რაღაცა ისენი არის, რაღაცები ჩარჭობილი და იმის მიხედვით ვიგებთ თუ როგორ არის აი ეს ერთიანი სისტემა. როგორ არის ეს სისტემა, როგორ არის ახლა ძირითადად მოკლედ რო ვთქვათ, ეს ალბათ ფულია ეს სისტემა. არსებობს ერთი საერთაშორისო მეტეოროლოგიური ქსელი და ეს მეტეოროლოგიური სადგურები, რაზეც ახლა თქვენ ხშირად იცით და კიდევაც ყოფილხართ ხო, ხდება საერთაშორისო გაცვლაში ხდება ნებისმიერი მონაცემი. ეს იქნება ტემპერატურა, ქარის მიმართულება, ქარის სიჩქარე, ნალექის რაოდენობა, ხანგრძლივობა, ღრუბლიანობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიდის საერთაშორისო გაცვლაში და შემდეგ ცენტრები, რომლებიც ამზადებენ ამ პროდუქტს, აი ამ უტყვარი უნდა იყოს, ხარისხიანი, უწყვეტი უნდა იყოს ეს ინფორმაცია. შემდეგ უკვე ეს მონაცემები შედის ეს მოდელებში, დიახ, ბაზაში თავისთავად და მე ეს შედის ყველაფერი მოდელებში და უკვე მოდელიდან გამომდინარე გამოდის ეს პროდუქტი. კარგად რომ დავასუსტოთ, ანუ ეს რაღაცა გლობალურ ბაზაში შედის და გლობალი გვაძლევს მერე უკვე ინფორმაციას ჩვენ ქვეყანაზე. გლობალური ცენტრებიც არსებობს, რეგიონალური ცენტრებიც და ჩვენც გვაქვს მაგალითად რეგიონალური მოდელი, რომელიც მხოლოდ საქართველოსზეა მორგებული მაგალითად და აი ზუსტად აი ამ ICMWF-ის დამსახურებით ვთქვათ, ჩვენ გვაქვს წვდომა უფრო მეტ ინფორმაციაზე, შესაბამისად უფრო მეტად შეგვიძლია რომ განვავითაროთ ეს ჩვენი ეს VRF-ი, ეს ჩვენი რეგიონალური მოდელი. აი გაფრთხილების სისტემების კუთხით არის ეს მეთოდი, როდესაც ყველას მოგდის SMS შეტყობინება, რომ მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილება ნალექი, ხო ეს ერთი. და აი წერან რასაც ყვებოდი სიუჟეტის შემდეგ, Google-ის ალგორითმა ხო იცოდა რომ მაგალითად მე იმ ქვეყანაში ვიყავი ტაილანდში და თვითონ Google-მა მომწერა, რომ შესაძლებელია ჩინეთიდან ცივი ჰაერის მასები. ანუ ეს უფრო მეტად გლობალური და ინტერნეტზე დამყარებული გაფრთხილება მივიღე, ვიდრე კონკრეტული მესიჯი. მე მივიღე, იმიტომ რომ ტელეფონი ფიქსირდებოდა, რომ იმ ზონაში იყო და აი ესეთი სისტემის ხო როგორ არის? ჩვენთან ახლა ეს სისტემა ჯერჯერობით დახვეწილი არ არის, ანუ გარემოს ეროვნული სააგენტო იძლევა რეკომენდაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო იძლევა პროგნოზს, თქვათ სიტყვაზე 3 დღით ადრე, 2 დღით ადრე, 1 დღით ადრე გააჩნია რა, როგორ თუ ფართომასშტაბიანი პროცესია, უფრო ადრე შეგვიძლია თუ თქვათ სიტყვაზე ზაფხულში კონვექტიური პროცესებია, უფრო მოკლე დრო გვაქვს ამის თქვათ დასაჭერად ასე ვთქვათ, თუმცა და შემდეგ უკვე ხდება ჩვენს მიერ არა, შემდეგ უკვე რაღაც უწყებები ავრცელებენ ამ მესიჯებს, იმიტომ რომ სხვა ჯერჯერობით ისეთი გზა არ არის, მაგრამ აი მე რაზეც ვისაუბრე უკვე ხო იქნება რუკები, ეს იქნება ხელმისაწვდომი აპლიკაცია იქნება, საჯარო იქნება ეს ყველაფერი და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება უკვე ნახოს იმ რეგიონში, სადაც თვითონ იმყოფება ან სადაც აპირებს თქვათ გამგზავრებას, რა ელოდება, რა არის მოსალოდნელი, დიახ და რა შეიძლება დახვდეს. რო დავუბრუნდეთ ისე ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს, რომელიც მე ძალიან მაწუხებს, ნუ გასაგებია რომ ყინვა გაგრძელდება, მათ შორის დედაქალაქშიც, მაგრამ როდემდე? მიბაძავ არა, ასიკას მიბაძავ. ნუ ყინვიანი დღეები, ღამეები უпростоრად მეტწილად შენარჩუნდება მთიან და მაღალმთიან ზონებში, რაც შეეხება 22 წელს, ანუ ამაღამ ქარი უნდა ჩადგეს დღეს, უნდა მოიწმინდოს და ქარი ზედმეტი იყო აი ამ ამინდების მაგრამ ქარი რო არ ყოფილიყო, სამაგიეროდ ისევ თოვლი გვექნებოდა. ანუ თვითონ ჰაერის ტემპერატურა იმდენად დაბალი არ არის, რამდენადაც მოქმედებს აი ეს
აქ არის ფაქტორია ეს windchill ქვია, ეს შეგრძნება არის უფრო მეტად. აი სხვათა შორის ეს აპლიკაციები, რასაც მარიკამ ბევრი საუბრა, ხო გვიჩვენებს ამინდის პროგნოზს, ხო, ტემპერატურას, მაგრამ მე შეგრძნებათ. დღეს დილით მიჩვენა, რომ -5 გრადუსი იყო ამ დროს მე გეტყვით, რომ იყო +2 2 გრადუსი. სხვათა შორის საერთო მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბითაც ძალიან საინტერესო მეტეოროლოგიური ცვლილებები ფიქსირდება და ხო თუ გვაქვს საშუალება რეჟისორს თხოვ, რომ ჩვენი ლეპტოპში გავხსენი მასალა 2 დღის წინ ბირმინგემის ცაზე დაფიქსირდა სრული, აი თქვენ რო ჟილეტი გაცვიათ ძალიან ლამაზ ფერში, ზუსტად ამ ფერი გახდა ბირმინგემიდან არის ეს ჟილეტი. და შემდეგ უკვე ისიც ითქვა, რომ ავრორა, რაც ვიცით და რაც არის ულამაზესი სანახაობა, ავრორაც კი წითლდება და ისეთი ქარიშხლები არის მზეზე, რომ ავრორას ჩრდილოეთის ქვეყნების ავრორის დანახვა შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა მხარეებიდან, ну ასე ვთქვათ, ანუ რაღაც გლობალური მოვლენები არა მარტო ტემპერატურაზე, არამედ ციურ სხეულებშიც, როგორც ხედავთ, აი ესეთი სანახაობა შემოგთავაზა ბირმინგემმა და ცალკე დეკემბერშიც იყო სხვათა შორის მწვანე ავრორა გახდა ღია ვარდისფერი. ღია ვარდისფერი. საინტერესო მოვლენა. ხო, ძალიან საინტერესო მოვლენაა და ამაზე ალბათ მე უფრო კიდე მეცნიერები ალბათ იტყვიან, ხო, ერთი რაც ვიცი, დაწნახე ბოლო 20 წლის განმავლობაში ესეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გრძელვადიან პროგნოზში შეგვიძლია ვთქვათ, აი თქვათ, როდის გამოგაზაფხულდება? გრძელვადიან პროგნოზი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, ახლა ადრეული გაზაფხული გვექნება თუ? კი, გვექნება სხვათა შორის ძალიან თბილი დღეები, არა მარტო თებერვალში, ახლა უკვე იანვარშიც კი, ანუ იანვრის ბოლოს უკვე დასავლეთ საქართველოში მოიმატებს ტემპერატურა 18 გრადუსამდე, 20 გრადუსამდე შესაძლოა. მცირე წვიმები უკვე და არა თოვლი კვლავ არის მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოშიც ჯერჯერობით ახლა ესე ძალიან არ დათბება ვთქვათ, მაგრამ 10 გრადუსამდე, 12 გრადუსამდე მაინც ავა. და რაც შეეხება თებერვალს, აი თებერვლის თვის პროგნოზით მოსალოდნელია ნორმაზე მეაღალი უფრო ტემპერატურა 1-2 გრადუსით და ნალექები ნორმასთან ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვექნება დღეები საკმაოდ ძლიერი და ინტენსიური ნალექით, მაგრამ გვექნება თავარი აპრილში არ მოვიდეს კიდე თოვლი და რას დავეძებთ. თუმცა ასეთებიც გვახსოვს გასულ წლებში. როგორ არა გვახსოვს ნამდვილად. საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა წარმატება თქვენ საქმეში და რაცი ვიცით რომ აბსოლუტურად ყველაფერი გვექნება, გვეცოდინება, წუთი და წამიწამ რა ამინდი გველოდება საქართველოში თქვენი, ესე იგი, გამოვისობით და იმ აპლიკაციის, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ჩვენთან. მადლობა. დიდი მადლობა.